მოდით საუბარი დავიწყოთ დღევანდელი განაჩენებით. დღეს ანატოლი გიგაური 2 წლიან პატიმრობაში გაუშვა სასამართლომ და ასევე ვნახეთ გიორგი ბაჩიაშვილის განაჩენიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც 11 წლით გაუშვა სასამართლომ ციხეში და ამით დაასტურა, ესე რომ ვთქვა, და არ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. რისი მანიშნებელია ეს გადაწყვეტილებები? ერთის მხრივ საუბარი არის ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ფინანსისტზე, რომელიც ამბობს, რომ ის პირადი ტყვი არის ივანიშვილის და მეორე მხრივ საუბარი არის ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე, აქციის მონაწილეზე, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ დღეს ის ისჯება პოლიტიკური ნიშნით. გითხარით, რას ფიქრობთ, თუნდაც აი დღევანდელ განაჩენებს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სიმბოლური არის ალბათ ქართული ოცნების რეჟიმისთვის ყოველ შემთხვევაში ანატოლი გიგაურისთვის აი ამ პერიოდში, აგვისტოს ომის პერიოდში წლის თავზე განაჩენის მიჯა, იმიტომ რომ ეს კაცი არის ყოფილი ვეტერანი, ის იბრძოდა ავღანეთში, იბრძოდა აგვისტოს ომში და ის არის გულანთებული ქართველი პატრიოტი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მას ედავებოდნენ 7 წლამდე, ასე ვთქვათ, მუხლს, რომ თითქოს პოლიციას თავს დაესხა და რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა, მე ბოლოს გადააკვალიფიცირეს ეს და 2 წლით გაუშვეს ციხეში, რაც აგრეთვე დაუმსახურებელი და უსამართლო სასჯელია. რეალურად კარგად ვიცით, რომ ანატოლი გიგაურის ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრების შემთხვევაში აქ საქმე ჰქონდა არა პოლიციაზე თავდასხმაზე ან შეურაცხყოფაზე, არამედ პირიქით პოლიციელებისგან წამოსული თავდასხმასა და შეურაცხყოფაზე ღირსეული პასუხისგაცემაზე, ხო? ერთხელ და ორჯერ ჩაგარტყამს თავში პოლიციელი, რომელსაც მაგის უფლება არ აქვს, მე შენს ხელს შეუბრუნებ, ქართველი კაცი რო ხარ, მაგას გააკეთებ და ეს გააკეთა ანატოლი გიგაურმა. თან კარგად ვიცით, რომ იმავე იმ აქციების პერიოდში ასობით პოლიციელი იყო ისეთი, რომელმაც დაკავებულ მომიტინგეებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს, რა ვიცი, პირში აფურთხა პირდაპირ ნიშნულობით, გაძარცვეს, სცემეს რაღაცა მიკროავტობუსებში საწამებლად რო ქონდათ გამზადებული და 1000 ასეთი შემთხვევა იყო და ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა. ანუ საერთოდ რასთან გვაქვს საქმე, ხო, არის ორმაგი სტანდარტი. რაც შეეხება ბაჩიაშვილის საქმეს, ეს არის იმის გამოვლინება, თუ როგორ ექცევა ქართული ოცნება მისი გუნდის ყოფილ წევრებს, ხო? ეს ბაჩიაშვილი ხო რეალურად ნაწილი არის აი ამ რაღაცა დიდი შიდა კლანური წმენდის და ჩეხვის, რაც ბოლო პერიოდში აქვს ატეხილი, ხო? რიჟვაძის ფილტვში გასტროლიდან დაწყებული, მიქაუტაძის დაკავებით გაგრძელებული და, რა ვიცი, ამ გომელაურ ხარება ლილუაშვილების სახლში გაშვებით და ციხეში, ასე ვთქვათ, დაკავების მუქარით გაგრძელებული. ხო, ეს ყველაფერი ამის ნაწილია, ეს კარგად აჩვენებს აგრეთვე რეჟიმის სახეს, ის როგორ ექცევა მის ყოფილ წევრებს, მის ყოფილ შვილებს, როგორ ექცევა ოლიგარქი, ხო, ბაჩიაშვილს შვილობილად მოიხსენიებდა. როგორც კი მის ძალაუფლებას საფრთხე შეექმნა, როგორც კი რაღაც წინააღმდეგობაში მოვიდა ეს ხალხი, როგორც კი მისი პარანოიდული ეჭვიანობის გამო ეჭვია იღო ვიღაც რა ვიცი ლილუაშვილზე, იმიტომ რომ ამერიკაში ჩავიდა ორჯერ, იქ დავითაშვილზე, რომელიც აგრეთვე ამერიკაში გაუშვა, ბაჩიაშვილზე, რომელთანაც რაღაცა ვერ გაიყო, რაღაც ბიტკოინები თუ რაღაც, რომელიც აგერ ჩვენს ხარჯზე გამდიდნენ რეალურად ხო თბილისში დაარსეს მაგის სპეციალური ეკონომიკური ზონა, ადგა და სულ ყველას დაერია. და ეხა რაღაცა აი ამ ყობახიძე, ოხანაშვილის და მდინარაძის კლანზე არის დაფუძნებული და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს აგრეთვე ეს სურათი როგორ არის, ხო, თუ აქამდე ქართული ოცნების წევრებისთვის ბიძინა ივანიშვილი ასოცირდებოდა დაცულობასთან, ფინანსურ ბენეფიტებთან, გარკვეულ პრივილეგიებთან. ეხა ეს კაცი ასოცირდება ფილტვში ტყვის როლასთან, დაკავებასთან, ქვეყნიდან გაქცევასთან, დაშინებასთან და ყოველგვარ ტერორთან. ანუ ეს კაცი არა თუ საფრთხე არის მთლიან ქართული ივანიშვილი არა თუ საფრთხე არის ქართული დემოკრატიისთვის, ყოველი მოქალაქისთვის და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებს, არამედ თავისივე წევრებისთვის არის უპირველესი საფრთხე. და ყველამ უნდა იცოდეს კარგად ქართული ოცნების წევრებმაც, მათ შორის რომ სანამ ივანიშვილი არ შეიცვლება, ეს ტერორი არ დამთავრდება. და როგორც კი ივანიშვილი შეიცვლება პროდასავლური კოალიციები, პროდასავლური პარტიების კოალიციებით, არც მათ სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე და არც არავის ამ ქვეყანაში ექნება ყველას ბედნიერად, თავისუფლად და სამართლიანად დემოკრატიულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა და ეს შეეხება ქართული ოცნების წევრებსაც, რომელსაც რა თქმა უნდა არ ექნებათ ის დანაშაული ჩადენილი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის თავისუფალი, ასე ვთქვათ, სასამართლო რომ პასუხი მოთხოვოს და ამ ქვეყანაში ბედნიერად იცხოვროს ნებისმიერი მოქალაქე. დღეს ივანიშვილის პირობებში ეს არის შეუძლებელი და ეს არის შეუძლებელი უპირველესად ქართული ოცნების წევრებისთვის. ვისაც დღეს არ მისულა ჯერ ქართული ოცნების ეს ტერორის მანქანა აუცილებლად მივა და ეს არის გარდაუვალი, იმიტომ რომ იცით ადამიანებთან მივიდა რომ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდით. გომელაური, ლილუაშვილი, რა ვიცი, ბაჩიაშვილი. დღეს კახაკალაძე აღიარა ან წამოწდა ბაჩიაშვილის საქმეზე რადგან საუბრობთ, რომ ის უცხო ქვეყნიდან ჩამოიყვანეს საქართველოში, არა და სუსის ვერსია სრულიად სხვა არის, რომ ბაჩიაშვილი ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაში საქართველოს საზღვართან თავის ფეხით მოვიდა და აიყვანეს. ჩვენ ხო რეალურად კარგად ვიცით, რომ ბაჩიაშვილის არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოყვანა გაცვალეს იმაში, რომ ზურაბ ორლიკაშვილი, რომელიც იყო მანამდე გაეროს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა
თანამდებობა იყო და ალბათ ყველაზე მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ქართველი იყო, თავად ქართული ოცნების მიერ არჩეული. ამ კაცის თანამდებობა გაუცვალეს არაბებს ბაჩიაშვილს. ანუ ქართულ ოცნებამ აღარ წარადგინა პავლიკაშვილი, სამაგიეროდ ხმა მისცეს არაბ კანდიდატს და გაიყვანეს ეს კანდიდატი და ამის სანაცვლოდ ჩამოიყვანეს ბაჩიაშვილი. ანუ აქაც კარგად ჩანს ქართულ ოცნებამ და ივანიშვილმა როგორ შესწირა ქვეყნის ეროვნული ინტერესი აი ამ საკითხშიც კი ივანიშვილის პირად პარანოიას და მისი ფულის ამოღების რაღაცა აზარტულ ჟინს, რომ იქნებ რაღაცნაირად ბაჩიაშვილს ახლა ეს ბიტკოინის კოდები გამოართვას და თავისი ფული დაიბრუნოს, რომელიც არავის არ აინტერესებს ამ ქვეყანაზე გარდა ივანიშვილისა. ამას შეწირეს აი ეს მნიშვნელოვანი თანამდებობა გაეროში და ის უნდა ვიცოდეთ, რომ იგივე არაბეთმა, რომელიც თითქოს ჩვენ პარტნიორად გაასაღეს ახლა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად, გაეროს რეზოლუციას არ მისცა ხმა სულ ამდენი თვისინ, სადაც აფხაზეთში ქართველი დევნილების დაბრუნებაზე იყო საუბარი. ამ გაცხადებას ამ რეზოლუციას ხმა არ მისცა აგრეთვე სერბეთმა, რომელიც თითქოს ჩვენი ახალი პარტნიორია, ჩინეთმა, იმ შუა აზიის ქვეყნებმა, რომლთანაც მუდმივად შეხვედრები აქვს ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს და არ მისცა ასევე არც გაერთიანებულმა საამიროებმა, ხო, არაბეთის. ანუ ეს კარგად აჩვენებს, რომ ამ კაცისთვის, ივანიშვილისთვის და ოცნებისთვის ეროვნული ინტერესი და საქართველოს ეროვნული, ასე ვთქვათ, ინტერესების განხორციელება არის აბსოლუტურად არაპრიორიტეტული ამბავი და მხოლოდ პირადი ფულის ამოღება, პირადი ინტერესების დაკმაყოფილება არის ყოველთვის წინა პლანზე და ასე იქნება, სანამ ესენი ხელისუფლებაში იქნებიან. დავით, კიდევ ერთი საკითხი, სანამ დავასრულებთ, თუ შეიძლება, ქართულ ოცნებას დაანონსებული აქვს 4 ოპოზიციური პარტიის ოფიციალურად გაუქმება უკვე სასამართლოს და კანონის სახელით და ეს იქნება, თქვათ, თუ კი დაიწყებს ამ პროცესს ქართული ოცნება, ის პროცესი, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში, ну, როგორც ამობენ პარტიაში, არჩევნების შემდეგ გადავდებო ამ პროცესსო და არჩევნების შემდეგ უკვე მიმართად საკონსტიტუციო სასამართლოსო. თუ ემზადებით ესე რომ ვთქვათ, აი ამ ეტაპისთვის, ფიქრობთ თუ არა უკვე აი ამ ეტაპზე, აპირებთ თუ არა თავის დაცვას, როგორ დაიცავთ თავს, აი თუ კი ამ პროცესს არჩევნების შემდეგ მართლაც ქართული ოცნება წამოიწყებს. ნახეთ, თქვენ იცით, რომ ჩვენ მათ შორის წაგვართვეს საარჩევნო ნომერი 4, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო ბოლო არჩევნებში მიუხედავად ამ გაყალბების მასშტაბისა. ასე დაემართა ნომერ 5-საც და სხვა პარტიებსაც, ხო, ლელოს და გახარიის პარტიების გარდა, რომლებიც შევიდნენ არჩევნებში. ხა პარტიული ნომრის წართმევა ჩვენ არ აგვიღია აგრეთვე პარტიული დაფინანსება და უარი თქვით ამაზე, იმიტომ რომ არ ვეთანამშრომლებით რეჟიმს და არ ვცნობთ იმ არჩევნებს, რაც ჩაატარეს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად, თქვათ, არათანამშრომლობით რეჟიმში და წინააღმდეგობაში ქართული ოცნების რეჟიმთან და მზად ვართ ყველა იმ რაღაცა დაბკოლებისთვის, რასაც ოცნება ჩვენ ამ გზაზე გვიდგენს. ხო, მათ შორის ჩვენი ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარი და ციხეში იმიტომ წავიდნენ, რომ იმ წულუკიანის კანტორაში არ მივიდნენ, ისი თავარი, ასე ვთქვათ, მიზანიც ის არის, რომ საქართველოს დასდონ ომის დაწყებაში ბრალი, არც გირავ გადაიხადეს მაგის სასჯელის გამო და ის რომ ეხა ისინი ციხეში არიან, მსხვერპლ შეწირო კი არ არის, ეს არის ნაწილი იმ ბრძოლისა და ნაწილი, ასე ვთქვათ, იმ ჩვენი უკომპრომისო ბრძოლისა, რომლითაც რეჟიმს ჩვენი აზრით უქმნით ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორც საერთაშორისო დიპლომატიურ იზოლაციას, აგრეთვე ქვეყნის შიგნით ამ გაურღვეველ იზოლაციას და არალეგიტიმურობას, რომელსაც ვერავინ მიაღწია. სწორედ ამიტომაც არის მათ შორის აი ამ ადგილობრივ არჩევნებში, რომელზეც წინა ორი ასე ვთქვათ, გამოსვლე ძალიან აქტიურად ლაპარაკობდა. აი ამ არჩევნებში შესვლა არის შეცდომა. აი ხა ისე პერსონალურად არაფერი არ მაქვს გასაყოფი აი წინა გამოსვლებთან, მაგრამ აი ძაღლების პრობლემების მოგვარებაზე როცა საუბრობენ და რაღაცა ნაძალადევში მეტროს რეაბილიტაციაზე თუ რაღაცა, იცოდა არასერიოზულია. იმდენად ეგზისტენციური საკითხები დგას. ეხლა ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ხა რეგიონშიც გამოჩნდა, ხო? სამხრეთ კავკასიაში სულ ამბობდა ივანიშვილი, რომ ჩვენი მოდელი არის სომხეთი, რომელიც ევროკავშირთანაც კარგად არის, რუსეთთანაც კარგად არის, უცებ ეს ამ ევროკავშირმა ადგა და რუსეთს საერთოდ ჩაიხსნა, ამერიკასთან გააფორმა სტრატეგიული თანამშრომლობა, დაიწყო ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, ჩავიდნენ ვაშინგტონში და გააფორმეს ისეთი საზავო ხელშეკრულება, რომელიც არის ისტორიული მნიშვნელობის და საქართველოს ამ დროს არის აი აბსოლუტურად აუთსაიდერი. საქართველოს ის არის ცენტრი არის სამხრეთ კავკასიის გუშინ თქვა ირაკლი კობახიძე. საბოლოო ჯამში ცენტრი, გეოგრაფიული ცენტრი დავჭირთ, თორე პოლიტიკური ცენტრი კარგა ხანია აღარ ვართ. ამიტომაც არის აი შორს რა წავიდე ამ არჩევნებში. ძალიან მოკლედ ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, ჩვენი გზა არის არათანამშრომლობის გზა და გაგვაუქმებენ თუ ნომერს წაგვართმევენ თუ დაფინანსებას არ მოგცემენ, აქ ჩვენ არ შეგვაშინებს, ჩვენ ვიცით რომ რასაც ვაკეთებთ ეს არის სწორი. ამ არჩევნებში შესვლა არის დიდი შეცდომა და ჩვენ გაცხადებულად ვიძახით რომ ამ არჩევნებში არ შევალ და რეჟიმს არ მისცეთ ლეგიტიმაციის საშუალებას, ზუსტად ვიცით რომ ეს მოიტან შედეგებს, აქამდეც რაც მომხდარა ყველაფერი, შიდა კლანური დაპირისპირებიდან დაწყებული ყველა სხვა პრობლემით გაგრძელებული რაც ოცნებას აქვს, მოიტანა სწორედ აი ამ პროტესტმა, ამ არათანამშრომლობამ და ამ საქმეს მივიყვათ ბოლომდე და ეს გზა არ გადის ადგილობრივ არჩევნებში შესვლაზე და ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე იმაში ნაძალადევში და ვარკეთილში კიდე ეგეც მინდა რომ მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა უსმენთ დავით მჟავანაძეს კოალიცია ცვლილებისთვის.